მოგესალმებით ისევ და ისევ პეკინიდან. ეხლა მე ვიმყოფები მორიგ საოცარ ადგილას. ეს არის ხუანჟოუ, ერთ-ერთი რაიონი პეკინიდან დაახლოებით 9 საათის სავალზე და იანციხუ ქვია ამ დასასვენებელ ადგილს. ეს არის კოშკი და გაჩვენებთ რამხელაა კოშკი. აქვე არის იანციხუს პარკი, ასევე ტბა და იანციხუ ითარგმნება ქართულად როგორც ჩიტების დასასვენებელი ადგილი. საოცარი ადგილია, ჰექტრობით ტერიტორია, რომელსაც ახლა შემოგვატარებენ და დავათვალიერებთ და ერთად გავიცნოთ ეს მორიგი საოცრება. დროებით. აი სწორედ ეს არის იენცის კოშკი, ჩინურად ქვია იენცი, ძალიან მაღალია და ვცდილობ ახლა გადავიღო. კარგად არ ჩანს. აქვე მდებარეობს ტბა, რომელსაც შემოგვატარებენ ახლა და გვანახებენ. და იენცი, როგორც ამიხსნეს, ნიშნავს ჩიტების დასასვენებელ, მოსასვენებელ ადგილს და როგორც ჩანს, აქ გადაფრენი ფრინველები ისვენებენ ამ კოშკურასთან. სასწაულის სილამაზეა, არაჩვეულებრივი სიმწვანეა, მიუხედავად იმისა, რომ ქალაქ გარეთ ვარ და სოფლად ითვლება ეს ადგილი. აი ტბასთანაც მივედი, იენცის ტბასაც მივუახლოვდი. ყველა ბუჩქი, ყველა ბალახი მთელ პერიმეტრზე მთლიანად ერთ სიმაღლეზეა გაკრეჭილი და რომ მოვდიოდი პერიმეტრს ვათვალიერებდი, მუშაობენ, ფუსფუსებენ და ამ საოცარი შრომის შედეგია ის ყველაფერი, რასაც ახლა მე აქ ვხედავ. აი დანარჩენ ახლა ინფორმაცია, მეტ ინფორმაციას ამ ეტაპისთვის არ ვფლობ და ახლა აგვიხსნიან, აი ყურში ახლა ვისმენ თან მეუბნებიან, რომ ეს არის ისტორიული ადგილი. ეს კოშკი ყოფილა 70 მეტრი. ამოვედით ამ კოშკზე, სასწაული ხედები, აი ნახეთ, ეს არის ტბა, რომელიც გითხარით ამ ტბას ქვია იენცი, სასწაული ადგილია. სიტყვებითაც არ შეიძლება ამ ყველაფრის ახსნა, რასაც ახლა აქ ვხედავ და როგორც აგვიხსნეს, ამ კოშკის შემოსასვლელში არის წარწერა, რამდენიმე სიტყვა წერია: ჰარმონია, გაზაფხული, პეიზაჟი და სინათლე. და თვითონ პრეზიდენტ სინძიპინის მიერ არის ეს სიტყვები დაწერილი და ის არის ცნობილი მწერლის სიტყვები. ეს ცენტრი ასევე გამოიყენება როგორც არა მხოლოდ დასასვენებელი ადგილი, არამედ კონფერენციები იმართება აქ. ეხლა კოშკზე ამოვედით ზემოთ. წინ ეს მწვანე საფარი რაც ჩანს, ეს არის გოლფის სათამაშო მოედანი. ეს შენობა, რომელიც შორს მოჩანს, მრგვალი შუში შენობა, ეს არის სასტუმრო კემპინსკი და როგორც ახლა ახსნეს, ეს მზის ფორმის სასტუმროა და მზესთან შეგებებას ნიშნავს. ძალიან სილამაზე, არ ვიცი რომელი მხარე განახოთ და საით გავიხედო. ეხლა პარკის მეორე მხარეს გადმოვინაცვლე, რომ აქაც გადავიღო, აქ რა ხდება. ეხლა მე ვარ მე-10 სართულზე ამ კოშკის და სულ არის 70 მეტრი ეს კოშკი. ეხლა წრეზე მოძრაობ და პანორამა არის არაჩვეულებრივი. არის საერთაშორისო კონფერენციის ცენტრი, არის სასტუმროები, არის გოლფის მოედნები და დასასვენებელი ადგილი, სრული საოცრება. შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის ქალაქი ქალაქში.
ეხლა მე ახლოს მოვიდან კადრს და გაჩვენეთ აი კოშკი, რომელიც აქ ჩანს, ოქროს სამკუთხედი, ოქროსფერი შეფერილი. ეს არის პრეზიდენტის რეზიდენცია, მისი კოშკი, მისი რეზიდენცია და როცა ის აქ ჩამოდის, სწორედ ამ რეზიდენციაში ისვენებს. აი ახლოს მოვიტანე, რაც ჩანს, აი ეს არის სამკუთხედი, ოქროსფერი სახურავით. ხოლო ეს წინ, რაც ჩანს ახლა, აი ეს შენობა არის საერთაშორისო კონფერენციის ცენტრი, საკონფერენციო ცენტრი და ეს ტერიტორია სპეციალურად და ეს ლანდშაფტი და ეს ტერიტორია სპეციალურად შეარჩიეს საერთაშორისო კონფერენციებისთვის და შემდეგ გაიშალა ესე ლანდშაფტი სხვადასხვა პერიმეტრზე. ეხლა თქვენ გაჩვენებთ აი ჩემს თავს წინ, თავს მაღლა ის წარწერებია გამოსახული, რომელიც სწორედ პრეზიდენტ სინძიპინმა საკუთარი ხელით შეასრულა. აქ წერია გაზაფხული, აქ წერია ჰარმონია, აქ კი პეიზაჟი. ეს არის ცნობილი ჩინელი წერლის ცნობილი სიტყვები, რომელიც პრეზიდენტმა საკუთარი ხელით შეასრულა და კოშკშიც არის ეს წარწერები პრეზიდენტის ხელით შესრულებული. ეხლა კი წავართ საერთაშორისო საკონფერენციო ცენტრში და ვნახავთ რა ხდება. ნახეთ რა სილამაზეა. თევზებიც დაცურავენ ტბაში. არ ვიცი რამდენად კარგად ჩანს. ულამაზესია ლოტოსი და თევზები. ფასადს გეტყვით, კოშკი, რომელზეც ვიყავი ასული, კოშკის დათვალიერება ღირს 100 იუენი და ასევე საერთაშორისო საკონფერენციო ცენტრი, სადაც ახლა შევარ, მისი დათვალიერებაც ღირს 100 იუენი. 100 იუენი